საჯიში ატესტაცია მთელს მსოფლიოში აპრობირებული და სავალდებულო პროცედურაა ყველა პატრონისათვის, ვისაც ჰყავს ჯიშიანი ძაღლი და ვინც სამომავლოდ გეგმავს საკუთარი ძაღლის გამრავლებას და ასევე ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას. მხოლოდ ამ შეფასების და პროცედურის გავლის შემდგომ იღებენ პატრონები ნებართვას კონკრეტული ინდივიდის გასამრავლებლად. ან პირიქით, იღებენ დისკვალიფიკაციას და არ დაიშვებიან გასამრავლებლად. ასევე ექსპერტის მხრიდან იღებენ რეკომენდაციას თუ რა აქვთ გამოსასწორებელი და რაზე აქვთ სამუშაო პატრონებს და მათ ოთხფეხა მეგობრებს. საჯიში ატესტაციაში ერთ-ერთი სეგმენტი არის ასევე ამ კონკრეტულად ძაღლის საგვარეულო ნუსხის განხილვა და მთავარი ამოცანა აქ არის შემდეგი, რომ ძაღლს მიენიჭოს კონკრეტული კლასიფიკაცია და მოხდეს შემდგომში მისი ბონიტირება, გაუკეთესების მიზნით. ექსპერტის რეკომენდაციით, ჰომოგენური შერჩევა ხდება, რათა შემდგომში აპრიორი უკვე განხორციელდეს სწორი დართვები და შესაბამისად იქნას უკვე სწორი შთამომავლობა მიღებული. როგორც საექსტერიერო მონაცემებში, ჯანმრთელობის ორგანულად, ასევე რაც ძალიან რელევანტური არის დღევანდელ დღეს განსაკუთრებით, ძაღლის ნერვიულ სისტემას, მის წვრთნათობას, მის სოციალიზაციას და ასე შემდეგ. მოუწოდებ ყველას, რომელიც აპირებს ძაღლის დართვას, ანუ შეჯვარებას მომავალში, აბსოლუტურად ყველამ გაატარეთ საჯიში ატესტაცია. Все желающие могут участвовать и в принципе ყველამ სურვილს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. პრინციპში მე მივიჩნევ, რომ აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა. ყურადღებას მივაქცევთ როგორც ნაკლოვანებებს და დადებით მახასიათებლებს. და თუ კი ძაღლი არ ჩდება სტანდარტებში, ის არ უნდა იყოს გამრავლებული. უნდა დავუშვათ დასართავად ის ინდივიდები, რომლებიც არიან ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლები, არ არიან აგრესიულები. ჯიშიანი ძაღლების სწორი გამრავლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ამა თუ იმ ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლები, სწორი და კარგი ფსიქიკით, იმისთვის, რომ მივიღოთ ძაღლთან ურთიერთობით სიამოვნება და არა შევქმნათ პრობლემები. ასევე ღონისძიებაზე სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრეთ. თუ რატომ იყო მათთვის მნიშვნელოვანი მონაწილეობა? ყველა ჯიში ძაღლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს, რომ ვიცოდეთ როგორი ძაღლები ყავს და როგორ უწყობთ ხელს განვითარებას მათ გამრავლებას. საჭირო არის საღი შეფასება ძაღლის და იმის მიხედვით მე იცოდე, რომ თუ შესაჯვარებლად ღირს ეს ძაღლი, რა თქმა უნდა შეაჯვარებ თუ არა და გეცოდინება შენი ადგილი. მე მგონი მასე ჯობია, იმიტომ რომ ძალიან ბევრია უპატრონო ძაღლები ქუჩაში, არა მარტო მეტისები, ჯიშიანებიც. ატესტაციის ბოლოს სახალისო კონკურსი გაიმართა, სადაც გამოვლინდნენ ყველაზე დამჯერი, ყველაზე მოვლილი, ყველაზე ღორმუცელა და ცელკი ცუგები, რომლებსაც პრიზები გადაეცათ. საჯიში ატესტაციაში მნიშვნელოვანია მიიღოს მონაწილეობა ყველა ჯიშიანი ცხოველის პატრონმა, რომელიც გეგმავს ან თუნდაც არ გეგმავს საკუთარი ძაღლის გამრავლებას, რათა პროფესიონალებისგან გავიგოთ, როგორ გავხდეთ უკეთესი პატრონები ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის.